ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეზო კიკნაძე სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გააძევა. შეიძლება ითქვას, რომ რეზო კიკნაძე დაისაჯა იმის გამო, რომ ანწუხელიძის მწამებლებისთვის ბოდიშის მოხდა შეახსენა სწორედ მოსამართლეს რეზო კიკნაძე მონა ეძახა დღეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ძალიან შეურაცხყოფელი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ მოსამართლემ არ დაუშვა არც დღევანდელ სასამართლო პროცესზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ რეზო კიკნაძეს საბადრაგო სამსახურმა გაიყვანა ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან, რასაც თავის მხრივ მოყვა პროტესტი. სინდისის პატიმრების მხრიდან ნაწილმა დატოვა სხდომათა დარბაზი. რეზო კიკნაძე კი საქართველოს ჰიმნს ასრულებდა, მაშინ როდესაც მას ხელბორკილებს ადებდნენ და ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაყავდათ. ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვარ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები. ანუ როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს არ მისცე თავი შეიკავეს, რატო შეიძლება ეგ არის სასამართლოს რა დააშავა დედაჩემა მაია ლეკიშვილმა და მამაჩემა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. თუ ჩემი მშობლები და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებიც არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ მინდა რომ დავტოვო მაშინ დარბაზი. თქვენ კიდე ერთ რაღაცას დავამატებდი. 3 დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი ოსი მოკლეს. აი ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალევდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიცინებთ ხოლმე ღამე. საინტერესოა მოასწარი თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის და გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა. თავი შეიკავეთ და მებრძანეთ. თავი რანაირად შევიკავო, დედმამის ნახვის უფლებას არ მაძლევ. ეგეთ შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის უფლები გაძევებული ხარ სხდომის დარბაზიდან. შეიძლება გაასაჭირო 48 საათში განკარგულების ჩაბარებიდან. მონა ხარ, ბიტო, მონა. ბრალდების ხარის პოზიცია. არჩევ ბრალდებულებს ხომ აქვს რაიმე დამატება. დიახ, ძალიან. რეზო კიკნაძის გაძევების შემდეგ სიტყვის თქმის უფლებით კიდევ ორმა ბრალდებულმა ისაუბრა. სასამართლოს მიმართა ირაკლი ქერაშვილმა და ანდრო ჭიჭინაძემ. ირაკლი ქერაშვილმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ მას ყავს ემიგრანტი დედა, რომელიც ახლა არის ჩამოსული საქართველოში, დღეს ტოვებს თბილისს და თხოვა, რომ მიეცეს შესაძლებლობა მის ემიგრანტ დედას, რომ სხდომათა დარბაზში შევიდეს და ნახოს განსასჯელის სკამზე მისი შვილი. რაც შეეხება ანდრო ჭიჭინაძემ, მოსამართლეს სთხოვა, რომ განმარტება გაეკეთებინა თუ არ დააკმაყოფილებდა დაცვის მხარის შუამდგომლობას და მშობლებს არ მისცემდნენ შესაძლებლობას სხდომათა დარბაზში შესვლის. რა იყო მოსამართლის არგუმენტი? ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ბრალდებულების სიტყვას სხდომათა დარბაზიდან. თუ შეიძლება თხოვნით მოყმართავთ. ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიფრინავს. მინდა უმორჩილოს გთხოვოთ, რომ დავუშვათ სხდომაზე. თეორიული შესაძლებლობა ხო გაქვთ იმის, რომ ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ. დავარავდოთ გაქვთ. მაშინ თუ არ განიხილავთ, მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ არ განიხილავთ, ეგ მაინც აგვიხსნათ, რატო არ განიხილავთ იმ პირობებში, როცა რაღაც ახალი გარემოებები არის. ქრონიკებს არადგინა მაგალითად ადამიანების სია, რომლებიც თავის აქციაზე პასუხისმგებლები არიან და როგორც მინიმუმ იგივე თქვენ რაც სავარაუდოდ თქვენ რაც შიშროებასაც ხედავთ, იმ საშიშროების პრევენცია მოხდება. შესაბამისად, მე მინდა გთხოვოთ, რომ უბრალოდ ახსნათ, რატო არ განიხილეთ, არც კი განიხილეთ. რატო?
მოსამართლე შვანგირაძე მარც ირაკლი ქერაშვილის არც ანდრო ჭიჭინაძის თხოვნა არ გაითვალისწინა, არც მშობლებს მისცა შესაძლებლობა რომ სხდომათა დარბაზში შესულიყვნენ და არც ანდრო ჭიჭინაძის თხოვნას უპასუხა უფრო ვრცელი განმარტებით. მან თქვა რომ სასამართლოს სხდომას ნახევრად დახურული აქვს და ამ ფორმატით გაგრძელდებოდა სასამართლო განხილვები. საკმაოდ ვრცელი შუამდგომობა დააყენეს დღეს ადვოკატებმა, მათ წარადგინეს დოკუმენტი, სადაც 130-მდე ადამიანი ხელმოწერით ადასტურებდა რომ დღეს წესრიგი იქნებოდა სასამართლოს სხდომაზე დაცული, რომ ისინი თხოვდნენ მოსამართლეს მიეცათ შესაძლებლობა დაპატიმრებულების მონახულების. მოსამართლემ კი დოკუმენტს არც კი ჩახედა, არც კი ნახა რა დოკუმენტი იყო სასამართლოში შუამდგომობის სახით შესული. შუამდგომობაზე არც კი მსჯავრა, ისე თქვა რომ ის არაპირებდა ამ შუამდგომობის განხილვას. რის შემდეგაც დაცვის მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი შუამდგომობა დააყენეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არის ახლობლებთან, მეგობრებთან, მშობლებთან, თანამოაზრეებთან დაკავშირებით, რომ სხდომაზე მათ არ უშვებენ. ადვოკატებმა ითხოვეს, რომ ამჯერად მონიტორებს, დამკვირვებლებს მაინც ქონოდათ შესაძლებლობა რომ დასწრებოდნენ სხდომებს, რადგან დღეს სასამართლო პროცესზე მოსული იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მათ სურდათ სწორედ სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლა და თვალყურისდევნება თუ როგორ მიმდინარეობდა ხმაურიანი სასამართლო პროცესი, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომობა არ გაითვალისწინა და არ დააკმაყოფილა. ჩვენ ქვემოთხელის მომწერნი სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ახლა 2025 წლის 25 მარტს სინდისის პატიმრების პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვიმყოფებით პირები და მოგმართავთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სრულად გახსნათ სხდომა და მოგცეთ საზოგადოების აქ მყოფ ხალხს სხდომაზე დასწრების საშუალება. ერთი არის, რომ ამ მომართვას აკეთებენ ეს მოქალაქეები და მეორე არის ის, რომ გარანტიის სახით ამბობენ რატომ უნდათ დასწრება და ასევე რას უზრუნველყოფენ ისინი. და ეს მიმართვა გრძელდება ასე, რომ სხდომაზე დასწრების შემთხვევაში დავიცავთ სიმშვიდეს და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიდან გამომდინარე ჩვენ ამ ფორმით პატივს ვცემთ სასამართლოს როგორც ინსტიტუტს. ამიტომ ჩვენ ამ მიმართვის წერილს ჩემ შუამდგომობასთან და ხელმოწერებთან ერთად გადმოგცემთ. ახლა გთხოვთ იმჯერად ამ საკითხს და ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოთ. იმავე შინაარსის შუამდგომობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმავე სასამართლოში, აღარ განიხილება. შესაბამისად სასამართლო შემოქმედებას არ განიხილებს. ჩვენ მდგომარეობს იმაში, რომ იქნებ მიცეთ დასწრების შესაძლებლობა მონიტორებს, რომლებიც უბრალოდ სასამართლო პროცესს თქვათ აკვირდებიან. სხვა შემთხვევაში პატიმრებულმა მოსამართლე უბრალოდ ძალიან მარტივი გახდება ნებისმიერი პროცესის დახურვა ერთი პროვოკატორის მეშვეობითაც კი. ხო, ჰიპოთეტურად რომ ავიღოთ სახელმწიფოს ან ნებისმიერ ბიოს რომ უნდა პროცესის დახურვა უბრალოდ, ანუ შემოვა პროცესზე რაღაცას გააკეთებს, რაც წესრიგს არ უღებს სასამართლოს სხდომის ჩატარების დროს და სხდომა დაიხურება. ხო, შეიძლება საბოლოო ჯამში ზარალდება დაცვის მხარე და პირველ რიგში ბრალდებულები. ერთი გადაწყვეტილება მინდა გითხრათ, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ეს არის გააზა ბულგარეთის წინააღმდეგ და პირდაპირ სასამართლოს ნათქვამი, რომ შეიძლება არსებობდეს დახურვის საფუძველი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოხდეს შესწორება და მაქსიმალურად უნდა მიეცეს საშუალება თუნდაც დამკვირვებლებს, თუნდაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს, რომ დააკმაყოფილონ ამ პროცესს. თქვენთვისაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე დემოკრატიის პირობებში თქვენთვისაც უნდა იყოს ეს სასარგებლო და მისაღებია, რასაც დღეს თქვენ დარბაზში აკეთებთ, ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამაც დეტალურად აღწერეს. თუ ისეთ რამეს არ ვაკეთებთ, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს სასამართლოს რეპუტაციის. რადგან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დღეს არც ერთი შუამდგომობა არ დააკმაყოფილა, რადგან მან სხდომათა დარბაზის კარი დაუკეტა როგორც პატიმრების მშობლებს, ასევე დიპკორპუსის წარმომადგენლებს, დღეს დააყენეს შუამდგომობა ადვოკატებმა მოსამართლის აცილების, რადგან საჯაროობის პრინციპი არის დარღვეული, როგორც სინდისის პატიმრების უფლებადამცველები აცხადებენ და მოსამართლეს არ აქვს უფლება რომ განიხილოს ეს საქმე. ირაკლი შვანგირაძის აცილების შუამდგომობა დღეს ადვოკატთა კორპუსმა სრულად შეიძლება ითქვას დააყენა. ყველა ადვოკატის პოზიცია იყო იდენტური, თუმცა რა თქმა უნდა პროკურატურა მათ არ დათანხმდა ამ შუამდგომობაზე, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პროკურატურა თვლის, რომ საჯაროობის პრინციპი არ არის დარღვეული, რადგან მედიის წარმომადგენლები სასამართლოს სხდომას აშუქებენ. მოსამართლემაც რა თქმა უნდა საკუთარი თავი არაიცილა ხმაურიან სასამართლო პროცესზე და სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადა შესვენება, ტექნიკური შესვენება, რამდენიმე წუთში განახლდება სხდომა. დღეს მოსამართლემ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით იმსჯელებს.